იგი დღეს ჩვენი მენიუში ხამსა გვაქვს, მაგრამ გვაქვს ასევე ისა რა ქვია გემრიელი ჩვენი ბავშვობის და ჩემი კიდევ უფრო ცოტა უფროსი თაობის ქრიზანთემებს უძახოდით, ოღონდ მაკაროშკებს უძახოდით ჩვენი მშობლები გვიკეთებდნენ ძალიან ესეთი პოპულარული ნამცხვანი პეჩენიები, უпростоრად პეჩენიები იყო ჩვენი ბავშვობაში. მე სურათს ჩავდებ და იმას და თქვენ თვითონაც მიხვდებით. ეხლა გაჩვენებთ რაები უნდა გავუკეთო. გაგჭირდება 3 კვერცხი, არაჟანი შაქარი, ლიმონის წვენი, გამოფხვიერებელი, 3 ცალი კვერცხი, ის კარაქი ეგერა მაქვს შედებული მაცივარში, ის მაცივარში თქვა გავალღვე, ხო და ეს არის ღორის ქონი. მუცლის ქონს რო ეძახიან, ხო იცით? ის ღორის თეთრი ქონი. ხო და ამითი ვაკეთებდით ჩვენ სოფელში. იმიტომ რომ მაშინ ახლა ისეთი რთული პერიოდები იყო, რომ დიდად რო ვთქვათ, განებივრებული არ ვიყავით კარაქით და ასეთ რაღაცებით და შეძლების დაგვარად ესე ვაკეთებდით. ხო და ახლა მინდა ზუსტად ისეთი რო გავაკეთო, ისეთი გემოქონდა, არ ვიცი ახლა ბავშვობის გემუარი დარჩენილი თუ ახლაც ისეთი გემრიელი იქნება, არ ვიცი ზუსტად. ვიწყებთ 3 კვერცხის გათქვეფით. ესე 3 კვერცხი და მე ნელ-ნელა შაქარსაც დავამატებთ. დავამატოთ ქვილი, ხო და მოვდილოთ ოდნავ მაგარი ხომი და უნდა შევინახოთ მაცივარში სანამ გამოვაცხოთ 1 საათი მაინც. ჩვენი ხომი ასეთი სისქის გამოვიდა. ამას ახლა ჩავდებთ ცელოფანში და შევდეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათნახევარი და მერე გამოვაცხობთ ჩვენ პეჩენს. ჩამოვაჭრით დანით. ასე ვალაგებ შარონაზე. ასეთი გამოდის ჩვენი პეჩინები. მე გამომცხვარსაც გაჩვენებთ როგორი საყვარლობა იქნება. ასეთი მანქანები, ხელის მანქანა არის კაი. ადრე რო იყო ძველებური, მაგრამ ისეთი აღარ გვაქვს. ასე გამოიყურება ჩვენი ბავშვობის პეჩენიები. ახლა შევდებ აგერ დუხოვკაში და 15-20 წუთში იქნება მზად. ესე ჩემი პეჩენიები. გამოვიღებ, ამასაც დავალაგებ. ასეც ჩემო კარგებო, ასე გამოიყურება ჩემი პეჩენიები. ცოტა დიდები მომივიდა, მაგრამ არა უშავს. ყავაზე მშვენივრად მივირთმევთ.